Გარგეშენი მომავალი ამ სახელწოდებით გარემოს დაცვითი აქცია დღეს თელავში გაიმართა. აქციის ფარგლებში 700-მდე სხვადასხვა ჯიშის ხის ენერგიის დარგვა გათვალისწინებული. პროცესი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო და სტიქიით დაზარალებულ სხვა ტერიტორიებზე გადაინაცვლა. აქციაში მონაწილეობა გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგოლაძემაც მიიღო. ღონისძიების შემდეგ მინისტრი უნივერსიტეტის სტუდენტებს და გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ეს არის აქცია დარგეშენი მომავალი, რომელიც გაგრძელდება 10-12 დღის განმავლობაში. ემსახურება ერთის მხრივ გამწვანებას, მწვანე ნარგავების დარგვას და მეორე მხრივ ადამიანების ჩართულობას ამ სფეროში, მათი ცნობიერების ამაღლებას, საკუთრების განცდის გაზრდას. ბევრ მიზანს ემსახურება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი შემოუერთდება ამ აქციას. გასული წელს თელავის რაიონში საკმაოდ ძლიერი სტიქია იყო, რომლის შედეგადაც განადგურდა მრავალი ხემცენარე და მათ შორის ჩვენი უნივერსიტეტის ნარგავობის გარკვეული ნაწილი. და ჩვენ აქცია მიზნად ისახავს აღვადგინოთ ეს დაზიანებული ხემცენარეები.